სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათ ადამიანი ქმნილების გვირგვინი ცოცხალი გონება მიუწვდომელი დიადი ღმერთის შემოქმედებითობის მწვერვალი დაეცარა ცოდვით აღმოჩნდა ძალიან მძიმე მდგომარეობაში რომელსაც ჩვენ ყველანი ვეზიარებით აი ამ მძიმე მდგომარეობას ადამიანი რომელიც ერთის ხრივ პოტენციაში ინარჩუნებს ყოველგვარი მსიდიადეს როგორც ის ღმერთმა ჩაიფიქრა ეს ღვთისმოწყალებაა რომ შეგვინარჩუნდა მეორეს ხრივ ადამიანი დამორჩილებული ქმნილი სამყაროს სტიქიებს და რაც ყველაზე საშინელებაა ღვთისმოღალატე სატანის ნებას ადამიანი გამოკეტილი იმ ყოფაში რომელსაც ხილული სამყარო ქვია მაგრამ პოტენციაში თავისუფლების მქონე და მუდამ უკმაყოფილო აწმყოთი და მუდამ მომზირალი წინ შორს იმედით აღჭურვილი მაგრამ ამ იმედის მიერ მუდამ გამტყუნებული და მუდამ დამარცხებული ამ თავის ინტუიციურად სწორ სწრაფვაში რომ იყოს თავისუფალი და ბედნიერი ადამიანი ამ მდგომარეობაში იმყოფება ჩვენ ყველანი ამ მდგომარეობაში ვართ თუ ადამიანი უგუნურია ანუ მის ერთ-ერთ ყველაზე საღვთო თვისებაზე ვარ სიტყვის მოაზროვნეობაზე მაშინ ამ ინტუიციას რომ არ არის კმაყოფილი და გავრბის ამ შეზღუდულობას და თავისუფლებისაკენ ისწრაფვის და ბედნიერებისაკენ ამ ინტუიციას რაღაც საზღვრებს უძებნის და ცდილობს რომ მიწიერით დაკმაყოფილდეს რასაც ჩვენ ზოგადად ლუარსაბთ ათქარიძეობას ვეძახით. ეხლა მე ვთქვი რომ თუ ადამიანი უგუნურია და არ აქვს პრეტენზია მოაზროვნეობაზე თუმცა მოაზროვნეობა ჩვენი ვალდებულებაა ეს ის კი არ არის ვიღაცას უნდა იყოს მოაზროვნე ვიღაცას არ უნდა ეს ჩვენი ვალდებულებაა ის როგორც სინდისის მიხედვით ცხოვრება ვალდებულებაა თავისუფლებისაკენ სწრაფვა ვალდებულებაა სიყვარულის საქმეები ვალდებულებაა ეს ვალდებულებებია რა თქმა უნდა ჩვენ ამ ვალდებულებებს ზოგი ვასრულებს ზოგი არ ვასრულებს მაგრამ ეს ვალდებულებებია ხოდა როცა ჩვენ თქვით რომ აი ეს მოაზროვნეობა რომ ახსენეთ ეს მოაზროვნეობა რომელიც წესით ადამიანს უნდა გქონდეს იმიტომ რომ ეს ვალდებულებაა ჩვენ ხედავთ რომ სამწუხაროდ ესეც ხშირად გვღალატობს ჩვენ და არა გვაქვს და ჩვენ საკუთარი თავიდან ვიცით არა ისე რომ ვიღაცისკენ ხელი გავიშვიროთ არამედ საკუთარი თავიდან ვიცით როგორ კმაყოფილდებით მიწიერი მიზნების მიწიერი საზრისების ჩვენში არსებობით მათკენ სწრაფი და მთელ ჩვენ სიცოცხლეს მთელ ჩვენ ცხოვრებას ამით ვავსებთ დღედაღამ ამაზე ვფიქრობთ როგორ ვიყოთ უფრო მეტად და მეტად წარმატებული და სიამოვნება ქმნილნი ამ სამყაროში თითქოს ცხოველები ვიყოთ მაგრამ თუ ადამიანი მოაზროვნეა და მოაზროვნეობაზე პრეტენზია აქვს მით უმეტეს იგი ამ ინტუიციას არ გაურბის და აკეთებს საშინელ დასკვნას რომ სიკვდილი ყველაფერს გაანადგურებს და გააქრობს აქედან გამომდინარე ადამიანი ცდილობს დაუსხლტეს სიკვდილს იგი დღეს თანამედროვე ადამიანი მაგალითად ბაბილონის გოდოლს აშენებს თანამედროვეს რომ რაღაც ხელოვნური საშუალებებით მოიფიქროს ადამიანის მარადიული სიცოცხლე ვისაც ეს ჯერა როგორც ამბობენ ხოლმე თუმცა ირონიით ამ შემთხვევაში ნეტარ არიან მორწმუნენი მეორე მხრივ ადამიანი ყოველთვის ცდილობდა რაღაც გამოსავალი ეძებნა ქმნიდა ფილოსოფიურ სისტემებს მოძღვრებებს ან ვითარებდა მეცნიერებას ქმნიდა რელიგიურ სისტემებს იმიტომ რომ ადამიანი მარტო მოაზროვნე კი არ არის თეოლოგიური არსებაც არის ამიტომ ის ფილოსოფიურ სისტემასთან ერთად ის რელიგიურ სისტემებსაც ქმნის სულ რო საერთოდ არაფერი არ ქონდეს გამოცხადება მაინც ამას აკეთებს სხვანაირად მას არ შეუძლია მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება სიკვდილი როგორც პავლე მოციქული მას უკანასკნელ მტერს უწოდებს ყველაფერი რო დაამარცხო ყველა შენი მტერი რომელიც შენ თავისუფლებას ზღუდავს და ბედნიერებაში ხელს გიშლის ყველაფერი რომ დაამარცხო აი უკანასკნელ მტერს ვერაფერს ვერ უზავ ამიტომ პავლე მოციქული მას უკანასკნელ მტერს უწოდებს ვერაფერს ვერ უზავ ის აუცილებლად დაგამარცხებს და ადამიანი როცა აი ესე
მიდგება, მოდგება, მიედმოედება, ყველაფერს მოსინჯავს, იფიქრებს, არ გაექცევა რეალობას. რა თქმა უნდა, დაინახავს ამ რეალობას ძალიან კარგად და შეუძლებელია, რომ ადამიანში ამან ცოტათი მინორული განწყობები არ გააჩინოს. იმიტომ რომ თუ ჩემთვის ძვირფასია სიცოცხლე და თუ ეგოიზმის ჩარჩოებიდან ცოტათი გამოსული ვარ და ჩემთვის კიდევ უფრო მეტად ძვირფასია ჩემი მოყვასის სიცოცხლე, მისი ბედნიერება, მასთან ურთიერთობა. ანუ რასაც სიყვარული ქვია, იმიტომ რომ სიცოცხლე სიყვარულის გარეშე რას წარმოადგენს, არც არაფერს და სიყვარული კიდევ სიცოცხლის გარეშე არ არსებობს. საქმეს პრობლემაც ამასია, სიცოცხლე გარდაულად მთავრდება ამ სამყაროში და შესაბამისად სიყვარულიც ქრება, სიყვარულთან ერთად ქრება ყველაფერი. რაც შეიძლება ადამიანს რაც შეიძლება ადამიანს აბედნიერებდეს, ახალისებდეს, ღირსება ქრება სიკვდილით. იმიტომ რომ ღირსება სიცოცხლის ნაწილია, სიცოცხლის გარეშე არც ღირსება არ არსებობს. მიწათ როცა იქცევი, რა ღირსებაზეა საუბარი, როცა შენი და მაიმუნის ჩონჩხი ასწლეულების მერე შეიძლება ვერც გაარჩიოს, თუ სპეციალისტი არ არის ადამიანი. ანუ სად არის ღირსება, სადღარ რჩება, აღარაფერი აღარ რჩება. და ეს ტრაგიკული დასასრული, რომელსაც სიკვდილი ქვია, ადამიანს რა თქმა უნდა მინორულ განწყობაზე აყენებს თავისთავად ცხადია. და ერთ-ერთი ის რითაც ადამიანი ქრისტიანი ხდება სხვათა შორის, სხვადასხვა განსაცდელები სხვადასხვანაირი არსებობს, მაგრამ აი ეს განსაცდელი, რომ სიკვდილს ყველაფერი უკურნებელი სენისგან შეიძლება განიკურნო, შეიძლება 200 წელი იცოცხლო, მაგრამ მაინც ვერ დაამარცხებს სიკვდილს. აი ეს ტერი, რომელიც უკანასკნელი მტერია, ამან საბოლოო ჯამში უნდა დააფიქროს ადამიანი და თუ მას ღირსება სურს და ღირსება ნიშნავს თავისუფლებას, ღირსება ნიშნავს სიცოცხლეს, მაშინ მას სიკვდილი უნდა დაამარცხოს. სხვათა შორის სიკვდილი ძალიან უცნაური ფენომენია, თვით ურწმუნო ადამიანისთვისაც კი ერთგვარი რაღაც მოდელივით არსებობს, რომელიც ქრისტიანობაში რეალობაა და ქრისტიანობის გარეშე უტოპიაა, მაგრამ ეს აი როგორც ნამდვილი მზე და დახატული მზე, ნამდვილი ზღვა და დახატული ზღვა, აი დახატული მზეა, რომელიც არ ანათებს. შეიძლება ლამაზი იყოს, ლამაზად იყოს დახატული, მაგრამ არ ანათებს, რაღაც ესეთია. როდესაც ადამიანი ურწმუნოც კი სიკვდილის მიერ, საკუთარი სიკვდილის მიერ ღირსებას მოიპოვებს, როცა ის ვაშკაცურად, გმირულად, თავგანწირვით გარდაეცვლება, როცა ის თავის თავში ამარცხებს ცხოველურ, პირუტყბულ, ინსტინქტურ, ბიოლოგიურ შიშს. ბიოლოგიური და ინსტინქტური შიშის დამარცხება ადამიანს ღირსებას ანიჭებს, მაგრამ როგორც გითხარით, ეს ღირსება სახელი რჩება რაღაცა, მაგრამ დედამიწას გაქრება, მზეც ჩაქრება, სახელიც გაქრება. ანუ დახატული მზეა, ის არ ანათებს. მაგრამ ცუდი არ არის, ლამაზია, მაგრამ არ ანათებს, ვერ გაანათებს, დახატულია. ჩვენ ქრისტიანები, ისევე როგორც სხვა ადამიანები, ამ რეალობის წინაშე ვდგავართ, ჩვენთვისაც უკანასკნელი მტერია, სიკვდილი. ოღონ ქრისტიანმა იცის ერთი რამ, რომ მისი დამარცხება შესაძლებელია, ოღონ რა თქმა უნდა არა მარტო, არამედ ღმერთთან ერთად. და მისი დამარცხება ასევე ჩვენი ვალდებულებაა. ანუ მარტო ის არ არის ჩვენი ვალდებულება, რომ ღირსებით ვიცხოვროთ, სიკეთე ვაკეთოთ, სიყვარული გქონდეს, თავისუფლებას ვესწრაფოდეთ და ასე შემდეგ, ხო? გონიერები, მოაზროვნები ვიყოთ, არამედ სიკვდილის დამარცხებაც ჩვენი ვალდებულება, თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ. და თუ შენ, აი ადამიანი ცხოვრობს, ქრისტიანი ვარ, ადამიანი იწვის და არ ქველმოქმედებს, არ არის კეთილი, არ უყვარს არავინ, ყველას ეჩხუბება, ესე იგი სასიკვდილო ცოდვებში ვარდება, თავისუფლება არაფრად მიაჩნია, რა ვიცი, 1000 პრობლემაა, ხო? ადამიანი, რომელიც ქრისტიანს არ ეკადრება, არ უნდა იყოს ასეთი ქრისტიანი. ასევეა სიკვდილის შემთხვევაშიც. ქრისტიანს, რომელსაც დამარცხებული არ აყავს სიკვდილი საკუთარ თავში, ის ისეთივე მძიმე მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ვთქვათ ადამიანი, რომელსაც მრუშობის ცოდვა არ აქვს დამარცხებული და ესე იგი ანგარების ცოდვა არ აქვს, შური არ აქვს დამარცხებული და მრისხანება არ აქვს დამარცხებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ხო ქრისტიანობა აღარ არის, ქრისტიანი თუ ხარ, უნდა იყო. ყოველ შემთხვევაში თუ ეს ცოდვები ჯერ კიდევ გაქვს და მათ შორის სიკვდილის შიშიც, ამას უნდა ვებრძოდეთ ხმალამოღებულნი, უნდა ვებრძოდეთ ამის წინააღმდეგ.
და უნდა გწამდეს, როგორც საკუთარი ეგოიზმია დამარცხებადი. ძალიან და სამარცხებელია. როგორც საკუთარი სიამაყეა დამარცხებადი, ასევე სიკვდილის დამარცხებადია, ოღონ არც ერთი, არც მეორე და არც მესამე ჩვენი ძალებით არ ხდება, ეს ყველაფერი ღმერთით ხდება, იმიტომ რომ ქრისტეა სიმდაბლე, ქრისტეა ჭეშმარიტად თავისუფალი და ქრისტეა ნამდვილად ცოცხალი, იგის თავად სიცოცხლეა. მე ვარ სიცოცხლე ამბობს იგი. ამიტომ ქრისტესთან ერთად ეს ყველაფერი დამარცხებადია. და ეს მინორული განწყობა, რომელიც ჩვენში არსებობს, მაჟორულ მდგომარეობად გადაიქცევა, თუ ჩვენ ნამდვილი ქრისტიანები ვართ. და რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც გავიაზრებთ, რომ ღმერთი ადამიანად რომ მოვიდა, მან რა ჰქმნა ჩვენთვის. მან მრავალი რამ ჰქმნა ჩვენთვის და ერთ-ერთი რაც ჰქმნა ჩვენთვის, ეს არის ის, რომ სიკვდილი ჩვენთვის თვალხილულად დაამარცხა და ჩვენთვის სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვება ხელშესახები, შეგრძნებადი, განცდადი, გათავისებადი გახადა. ჩვენ საკუთრებად აქცია, იმიტომ რომ შენში როცა ქრისტე იცხოვრებს და ეს არის ქრისტიანობა, მაშინ შენში სიკვდილის დამარცხებული იქნება. და ამის წინა გემოს ხილვა ჯერ კიდევ ხორცში მყოფს გექნება. და აი პავლე მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლეში როგორ ამბობს, ქრისტემ ჩვენ მოგვიყიდა წყებისა მისგან სჯულისა და აი აქ კარგად ჩანს მიზეზი, რატომ არსებობს ადამიანში, რატომ ცხოვრობს ადამიანი, რატომ ყოფიერებს პირუტყვივით. როგორც პირუტყვი რატომ მოწყდება? იმიტომ რომ ის ღვთის მიერ შექმნილი მორალური, ზნეობრივი კანონის წინააღმდეგ ამხედრდა, სასჯელის ქვეშ მოექცა და გაპირუტყდა, გაცხოველდა, გადემონდა. და ამიტომ არის წყევის ქვეშ. და წყევის ქვეშ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მისგან გათავისუფლების უნარი არ გვაქვს. აი როგორც ცხოველი ვერ გაექცევა სიკვდილს, ისე ადამიანი ვერ გაექცევა სიკვდილს, როგორც უკვე ჩამოყალიბებული თავის ბოროტებაში სატანა ვერ გაექცევა ბოროტებას, ისე ადამიანი ვერ გაექცევა თავის ბოროტებას, ეგოიზმს, სიამაყეს და ასე შემდეგ. ვერ გაექცევა. ვერ ცხოველს გავექცევით და ვერც ეშმაკის მდგომარეობას ვერ გავექცევით. ეს არის წყევა, ამას ნიშნავს. წყევა ამას ნიშნავს. ანუ ადამიანი მთლიანად შებოჭილია ამ მდგომარეობით და ეს მისი თავისუფალი არჩევანი იყო. და ღმერთი მოდის ადამიანად, მრავალი მიზეზი აქვს, რატომ მოდის და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რატომაც მოდის, ის რისგანაც შენ იყავი შეპყრობილი, თავის თავზე დაიდო პირდაპირ. ქრისტემან ჩვენ მოგვიყიდნა, აი გამოგვისყიდა თითქოს აი მონასრო შესაძლებლობა რო არა განთავისუფლების და ვიღაცა მოვა მდიდარი და ფულს გადაიხდის და ამონას იყიდის და მერე გაათავისუფლებს. თვითონ მას არ შეუძლია გათავისუფლება. ამიტომ არის ეს იურიდიული ტერმინი იმდროინდელი ადამიანისათვის გასაგები. ქრისტემ ჩვენ მოგვიყიდა წყევისა მისგან სჯულისა და იქმნა ჩვენთვის, თავად იქმნა წყევასა ქვეშე. და ეს წინასწარმეტყველებაც იყო, რამე თუ წერილ არ წყეული ყავ, ყოველი რომელი დამოეკიდოს ძელსა, ანუ ჯვარცმა იგულისხმებოდა. ანუ ეს წყევლის შედეგები უпростоრე, წყევლის ნაყოფები მან მიიღო რა ხორცი, თავისი უწმინდესი ადამიანური ბუნებით თავის თავზე იწვნია ბოლომდე, თან ერთი კაცის კი არა, მილიარდობით ადამიანის იწვნია საკუთარ თავზე, ყველასი. ეს მოხდა და ახლა ჩვენი ჯერია. ეხლა ჩვენი ჯერი რაც არის, კვლავ პავლე მოციქულს დავესესხოთ, რომელთა მიმართ ეპისტოლეში. გვახსენებს პავლე მოციქული. ანუ არა უწყითა? არ გახსოვთ? არ იცით? ესეთი უცნაური სიტყვა, აი ქრისტიანებს გვეკუთვნის ეს. პავლე მოციქული რომ გამოგვეცხადოს, გვეტყოდა, აი მე შემხედა, თეოდორე, არ იცი რომ შენ ეს ასეა? მეტყოდა. არ იცი? უფალი როგორც საყვედურს ეუბნება ნიკოდიმოს, სჯულის მოძღვარი ხარ და ეს არ იცი ადამიანის მეორეჩობა რას ნიშნავს? საყვედურს ეუბნება. ეგ არ იცი ნიკოდიმოს? ეგ არ იცი თეოდორე გვეტყოდა და თითოეულ ჩვენგანს ეტყოდა პავლე მოციქული. არა უწყია? არ იცი? რამე თუ რომელთა ესე ნათლ ვიღეთ და ნახე რატო გეუბნება, მონათლული ვართ. ნათლობის მადლს ვატარებთ. ქრისტიანობაზე პრეტენზია გვაქვს.
და არა უწყითა, რამე თუ რომელთა ესე ნათელ ვიღეთ ქრისტე იესოს მიერ, სიკვდილისა მისისა მიმართ ნათელ ვიღეთ და უცებ მახსენებს რომ შენ რომ მოინათლე, ეს იმას კი ანიშნავს წახვიდე და ხაშლამას დაუჯდე უკაცრავად სუფრაზე, ერთი სული რო აქვთ ხოლმე რა, რო ეჩქარებათ მალე მორჩეს და ნათლიებს განსაკუთრებულად ურწმუნო ნათლიებს. ურწმუნო ნათლია, ეს როგორი სიტყვათა წყობაა, იცით? ურწმუნო მღვდელი, ხო სასაცილოა და საშინელი. ურწმუნო ნათლია, იგივეა, თქვენ რა გონიათ? იმიტომ რომ ნათლია აღთქმას დებს, დედად განსხვავებული აღთქმა კი არ არის მღვდლის აღთქმისაგან. და ის აღთქმა, რომელსაც ნათლია დებს, სამეფო და სამღვდელო დასის წევრობას, აქტუალიზირებას უკეთებს თავის თავში. ქრისტე იესოს მიერ სიკვდილისა მისისა მიმართ ნათელ ვიღეთ და გვახსენებს, მონათლულებს, რომ ჩვენ რო ვინათლებით, ვეზიარებით, არა მარტო ქრისტეს მარადიულ სიცოცხლეს, არამედ მის სიკვდილსაც ვეზიარებით. მასთან ერთად ვკვდებით ამ სოფლისათვის. ვინც არ უარყოს თავი თვისი, ვინც არ წარიწყმინდოს თავი თვისი, არ აღიღოს ჯვარი თვისი და არ შემომიდგეს მე, იგი არ არის ჩემი ღირსი. ამბობს გალაქტიკების შემოქმედი ადამიანად მოსული. წადი და ედავე ახლა. არ ახარო ჩემი ღირსი გეუბნება. და ნახეთ მე აგზელებს პავლე მოციქული და თანადავეფლენით მას ნათლისღებით ამით სიკვდილსა მისსა. ჩვენ როცა დღეს ხედავთ გარდამოხსნის წინ დგავარ და ხედავთ როგორ არის დასვენებული უფალი ჩვენი იესო ქრისტე და იმ 2000 წლის წინადელ მომხდარ ამბავს ხო არ ვიხსენებთ მარტო, არამედ ის ჩვენში შემოყვავს, ჩვენს ცხოვრებაში. და რადგან ის მოკვდა, ჩვენ რომ მოვინათლეთ, მასთან ერთად ვკვდებით ოღონდ ცოდვისთვის, ამასოფლის სულისთვის. გესმით? აი ეს არის. სხვანაირად ნათლობის მადლი არ მოქმედებს. გესმით? ნათლობის მადლმა რომ იმოქმედოს, შენ უნდა მიიღო ის, რასაც ის გაძლევს. და არა უძღები ისა უფროსი შვილივით არ უნდა იყო, რომ თიკანი მინდა, რა თიკანი, კაცო, ყველაფერი ჩემი შენია და არა თიკანი უნდა გესმით? რა თიკანი? რა დროს თიკანია? თანადავეფლენით მას ნათლისღებით ამით სიკვდილსა მისსა. გავიზიარეთ. რათა ვითარცა იგი ქრისტე და მერე უკვე, მერე მოდის, ჯერ გოლგოთა და მერე მოდის სიხარული, რათა ვითარცა იგი აღდგა ქრისტემ მკვდრეთით, დიდებითა მამისათა, ეგრეცაც ჩვენ განახლებითა ცხოვრებისათა ვიდოდით. აი მერე, ეგრე, როგორც ქრისტესთან რაც მოხდა და რა მოხდა ქრისტესთან. იგი მარჯვენით მამისა ზის და იგი ამბობს აპოკალიფში, სადაც მინდა რომ ჩემს მარჯვნივ დაგსვათ. როგორც მე მამის მარჯვნივ დავჯექი. ესე იგი ღმერთები მინდა იყოთო, გეუბნება. ღმერთები, საღვთო დიდებულების თანამონაწილენი, ღვთისშვილები, ღვთის მემკვიდრენი ამ სამყაროში. ანგელოზებზე აღმატებულნი, აი ამას გეუბნება. საყდარზე, სადაც მამა ზის, ის საყდარი ქერუბიმთა საყდარია და გვერდზე განკაცებული ღმერთი ზის, ხო? ესე ადამიანური ბუნება სულ ძალაუფლებაში და სულ განდიდებაში შესული. ქერუბიმთა საყდარი და გეუბნება რომ ამ ქერუბიმთა საყდარზე, აბა ხისკამი კი არ არის, ხო გესმით? ქერუბიმთა საყდარზე ზის და გეუბნება შენ ჩემს გვერდზე უნდა დაჯდე ანგელოზთა უფრო მეტ აღმატებულ ხარისხში აყავხარ. შვილის ანგელოზი ხო შვილი არ არის, შენ შვილი ხდები. მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შენ ქრისტეს ეზიარები ყველაფერში. რამე თუ უკვე თუ თანანერ აგზელებს პავლე მოციქული, უკვე თუ თანანერ, ანუ მასთან ერთად ვექნეთ მსგავსებას ამას სიკვდილისა მისისასა. მის სიკვდილს თუ მივამსგავსებით. რას ნიშნავს მის სიკვდილის მიმსგავსება? რა უბრალოდ რომ მოკვდა ბიოლოგიური სიკვდილით და მეც მოვკვდები, ის რისთვის მოკვდა? რა პრინციპების გამო? რა სიყვარულის გამო? ამას ითხოვს იგი ჩვენგან. და თუ ესე იგი მას მივემსგავსებით, ეგრეცა აღდგომასა მას მისსავიყვნეთ. ანუ მაშინ აღდგომაშიც მასთან ერთად ვიქნებით. მისი მსგავსი იქნება. ესე უწყით, რამე თუ ძველი იგი კაცი ჩვენი მისთანა ჯვარს ეცვა. ვიცით, ნახეთ, ჯვარს ეცვა ჩემი ძველი კაცი, ძველი თეოდორე, ურწმუნო თეოდორე, ვნებებიანი თეოდორე, ცოდვებიანი თეოდორე, ჯვარს ეცვა, მოვკალი მე ჩემი ძველი კაცი და პავლე მოციქული მეუბნება, ჩვენ ვიცით რომ ძველი კაცი ჩვენი მასთან ერთად ჯვარს ეცვა და ეცვა ჯვარს. ახლა უნდა ვკითხოთ ჩემ, მე ვაკეთებ რამეს იმისათვის რომ მოვკლა ჩემში ძველი კაცი, ამას ხო გამოგიცდიათ, როგორი ბრძოლა ჭირდება. კი არ გემორჩილება.
არ გემორჩილება საკუთარი თავი, მას ნებელობა აქვს. რათა განქარდეს ხორცი იგი ცოდვისა. განქარდა ჩემი ცოდვიანი ხორცი? გამოგიტყდებით, აღსარებასავით გეტყვით, არ განქარებულა არსად. რაღაც დავბერდი აგერდა, როდისღა უნდა განქარდეს? როდის უნდა დამთავრდეს ცოდვის ზეობა, ცოდვის ესე იგი ბობოქრობა ჩემს დაცემულ ბუნებაში? როდის? ისი ბრალია, რატო არ განქარდა აქამდე? ხომ მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბრალია, ღმერთმა დამაკლო რამე? ანუ არ ვაცვალ ჯვარს ისე როგორც საჭიროა, ველოლიავები, ვეფუფუნები, არ ვიმეტებ, მეწოდება, მე ბრალება ეგოისტური სიყვარულით მიყვარს. რათა არღარავ მონებდეთ ჩვენ ცოდვას, არ განქარდება და ცოდვას მონებ. ცოდვის მონა, აბა თავისუფლებაზე ლაპარაკის ზედმეტია და მახსენდება იონე მოციქული, ვინ ცოდვის მონაა, ის ღვთისშვილი არ არის და თუ ღვთისშვილი არ ახარ, მაშინ ქრისტიანი არ ახარ, და ქრისტიანი ნიშნავს ღვთისშვილობას. და ღვთისშვილი კიდე აღარ ცოდავს იონე მოციქული ამბობს. და მე ვცოდავ. უკვე თუ მოუკვდეთ ქრისტესთანა, გვწამს რამე თუ მისთანაცავ ცხონდეთ, აი мотивация სადამ აქვს ბრძოლისა. მარადიული სიცოცხლის мотивация, ოღონ ისე კი არა ჩემთვის სადღაც ღრუბლებში, ქრისტესთან ერთად, იმიტომ რატომ? იმიტომ რომ ქრისტე უნდა მიყვარდეს მე. ეს არის мотивация, ჩვენი რწმენა ამას გვეუბნება. ეს მე თქვენ რაზეც გესაუბრებით, ეს არის ჩვენი რწმენა, ჩვენ რო ვართ ქრისტიანები, ჩვენ აი ეს გვწამს. ეს ამით ცხოვრობთ და ამით სუნთქავთ. ესე უწყით რამე თუ ქრისტე აღს გამკვდრეთით, არღარა მოკვდეს და სიკვდილი მისზე და აღარ უფლებდეს. და აქ გვახსენებს, რომ მარადიული სიცოცხლე ჩვენ წინ გველოდება. ქრისტეს მსგავსი მარადიული სიცოცხლე ჩვენ წინ გველოდება, სადაც მის მარჯვნივ ვიჯდებით სრულ დიდებაში, გონება მიუწვდომელ დიდებაში და ვიქნებით ისეთები, როგორიც ის არის. აი ჩვენ ხო დღეს ჩვენთვის ხო ქრისტე ხო აი მიუწვდომელია, ხო ხატებზე უყურებ. და იონე მოციქული გეუბნება, როგორიც ის არის, ისეთი უნდა გახდეს შენ. ეგ არის სამოთხე, ეგ არის ცხონება, ეგ არის ქრისტიანობის მიზანი, ანი და ჰოე. ამას გეუბნება ჩვენი რწმენა. ამას ლოგიკით ვერ მიწვდები. ეს რწმენა, ამას თეოლოგიის სწავლითაც ვერ მიწვდები. ეს არის რწმენა, ცოცხალი, ის შემეცნების გონება მიუწვდომელი უნარი ჩვენში, რომლითაც უხილავს ჭვრეტთ, როგორც პავლე მოციქული ამბობს. ეგრეცა თქვენ შერაცხენით თავნი თქვენი მკვდრად ცოდვისათვის და ცხოველად, ანუ ცოცხლად ღვთისა ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა. დიახ, დღევანდელი დღე, როცა უფალი ჩვენთვის მოკვდა და საფლავში დევს, ეს დღევანდელი დღე არის ის დღე, როცა ჩვენ ვიხსენებთ, რომ ჩვენ მოკვდავნი ვართ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხორციელად მოკვდავნი ვართ და სულიერადაც მოკვდავნი ვართ, ჩვენ უნდა გავცოცხლდეთ ჯერ სულით, მერე აღვდგებით და გავცოცხლდებით ხორცით, როცა უფალი დიდები დაბრუნდება და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სიკვდილი როგორც უკანასკნელი მტერი დამარცხებადია, იმიტომ რომ თუ ქრისტესნი ვართ, ქრისტემ დაამარცხა და აღდგება რამდენიმე საათში მკვდრეთით და მასთან ერთად ჩვენც უნდა აღვდგეთ და აღვდგებით რა მასთან ერთად, იგი თავისთან ერთად დაგვსვავს ზეცაში მარჯვენით მამისა. დღევანდელი დღე ეს არის ამის გახსენებას, რომ მოკვდავნი ვართ, იმის გახსენებას, რომ სიკვდილი დაძლეულია თუ ჩვენ ქრისტესთან ერთად ვიქნები და დღევანდელი დღე უკვე არის სიცოცხლის გამარჯვების დღე, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს უფალმა მრავალი ადამიანი ჯოჯოხეთიდან გამოიხსნა და მათი სულიერი სიცოცხლე ისინი სულიერად აღადგინა. ასე რომ დღევანდელი დღე არის სიხარულისა და იმედის წინაგემოს ხილვის დღე, ანუ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე განვიცდით ამ სიხარულს, ამ ჩვენი იმედი ცოცხლდება და კიდევ ერთხელ გვეძლება мотивация იმისა, რომ ვიყოთ ნამდვილი ქრისტიანები. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.